კარს მივიხურავთ და ისევ ჩხუბობთ. რა თქმა უნდა. და მეცაც ვიტყვი ხა უკვე ეგ кейსი ძალიან ძველია, ამიტომ ხანდაზმულობაც გასული აქ. ჩემთან მოვიყვანეს ბავშვი, პატარა ბავშვი, დამწყები თერაპევტი ვიყავი მაშინ. და არ თერაპიით მუშაობდი. და მეუბნებიან მშობლები, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ბედნიერი ლამაზი ოჯახი გვაქვს, მაგრამ ეს ბავშვი პედიატრმა თქვენთან გამოგვატანა, რაღაცა ვერ არის. აი ეს ტექსტი იყო მშობლიდან. ორივე მშობლისგან. და არ თერაპიაში მიხატავს, რომ ყველა ფიგურას, ცხოველია, სახლია, ადამიანია, ყველაფერი გადასერილი. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ემთხვეოდა ეს გადასერვა ხაზიას ერთმანეთს. და ვერანაირად ვერ დამივედი, აი ლოგიკურად ვერ ამოვხსენი რა შეიძლება ყოფილიყო. ხან ისე შევეკითხე, თან პატარა იყო 6 წლის ეს ბავშვი, ხან ესე. არ ვიცი. ვერაფერი ვერ გავაკეთე, სუპერვიზიაზე გავიტანებუნებრივია და ხვდები რომ მე ვტოვებ რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს როგორც თერაპევტი. დედას ვეკითხები რომ ბოდიში მეთქი თქვენი ვენე ვართვით შეიძლება ბავშვის მუცელს შევხედო? აი უბრალოდ წარმოვიდა ეს მოთხოვნილება დამენახა ამ ბავშვის მუცელი. გულწრფელად რო გითხრათ განცდა მქონდა რომ თვითონ მქონდა რაღაცა ან აი როგორ იცი გაკაწრული რაღაცა შეიძლება ქონდეს მეთქი რაღაცა ხალი აი რაღაც ესე წავედი. არაფერზე სულზე ვერ წავედი იმ წუთას. დედა წავიდა ძალიან წინააღმდეგი. 6 წლის ბავშვზე როცა დედას ვეკითხები რომ თუ შეიძლება მუცელი დავინახო, აქ არაფერი არაეთიკური არ არის პირველ რიგში. თავარია რომ მშობელთან შეთანხმებული იყოს და მეორე როგორც წესი ხა მშობლები მაგაზე ძალიან ბუნებრივად არიან რომ წელზევით ბავშვს შეხედო ბიჭი იყოს ბავშვი, რა პრობლემაა? მამაც წავიდა ძალიან წინააღმდეგი. და მან მივხვდა რომ რაღაცა ის ესე რომ ვთქვათ სხვა ბუდია რა. და უთხარი, კარგით მეთქი თუ ესეა, მე მეთქი სოციალურ სააგენტოს გამოვიძახებ ახლა, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება რომ მაინც შევხედო თქვენი წინააღმდეგობიდან გამომდინარე და მოკლედ მეთქი გავაკეთებთ რეფერირებას ხო და რაღაც მომენტში მამა გატყდა და შეხედეთ და ჩვენი ბრალიაო. და ხედავ რომ ბავშვს აქვს ჭრილობა დანით ასმოლე მე დიდი ჭრილობა იმიტომ რომ ისინი ქონდა ბინტები და მამამ მომიყვა რომ ბავშვმა მიიყენა ჭრილობა თვითონ. ჩვენ ვჩხუბობდითო, ყვიროდითო, ჩვენ საძინებელშიო შემოვიდა ბავშვი და მოკლედ დაიზიანა თავი.